სანამ დავიწყებდით იმით თუ რას ამბობს სინდისის პატიმარი, რომელმაც რამდენიმე წუთის წინ დაურეკა მის დედას, რომელიც უკვე რამდენიმე საათია მერვე პენიტენციური დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება. მანამდე გეტყვით თუ რა ხდება ახლა გლდანის ციხესთან. აქ ისევ სამოქალაქო აქტივისტები არიან და ისევ არიან სინდისის პატიმრის ოჯახის წევრები, რომელიც ყოველწუთიერად ელოდებიან მიხეილ ყაველაშვილის გადაწყვეტილებას, თუმცა არსებული ინფორმაციით ჯერჯერობით მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციას პენიტენციურ დაწესებულებებში არ გადმოუგზავნია იმ ადამიანების სია, რომლებმაც დღეს უნდა დატოვონ სასჯელ ახსულების დაწესებულება. რამდენიმე წუთის წინ კიდევ ერთმა სინდისის პატიმარმა დაურეკა ოჯახის წევრებს, ის ამბობს, რომ მოლოდინი რომ დღეს დატოვებენ სინდისის პატიმრები პენიტენციურ დაწესებულებებს, ამის მოლოდინი არ აქვს. ისინი ამბობენ, რომ ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში მათთან არავინ მისულა ადმინისტრაციიდან, რომ ეთქვათ, რომ ჩალაგებულიყვნენ და დაეტოვებინათ ციხის საკანი. ისინი ამბობენ, რომ არ ელოდებიან მიხეილ ყაველაშვილის მხრიდან შეწყალებას, ასევე ამბობენ იმასაც, რომ არ აპირებენ, რომ მიხეილ ყაველაშვილის მიმართონ საერთოდ შეწყალებასთან დაკავშირებით იმ შემთხვევაში, თუ იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული ქართული ოცნების მხრიდან, ასეთ შემთხვევაში რა თქმა უნდა მათ მოუწევთ დატოვება პენიტენციური დაწესებულების, თუმცა უნდა აღინიშნოს ის, რომ არც ერთ სინდისის პატიმარს მიხეილ ყაველაშვილისთვის არ მიუმართავს შეწყალებასთან დაკავშირებით. მშობლები, სამოქალაქო აქტივისტები, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, ყველა ის ადამიანი, რომელიც აქ მყოფ სინდისის პატიმრებთან ერთად ნოემბრის თვის შემდგომ რუსთაველის გამზირზე დგას, ისევ რჩებიან ამ ტერიტორიაზე, ელოდებიან ყაველაშვილის გადაწყვეტილებას, იქნება თუ არა რომელიმე სინდისის პატიმარი მაინც ამ სიაში, რომელმაც შესაძლოა რომ დღეს გლდანის ციხე დატოვოს. არაფერი არ ეთქუნა ჯერჯერობით ველოდებით რა ბოლოდით უფრო იმისამაქვს რომ არანაირი არ იქნება просто აგვიანებენ რომ სპეციალურად აგვიანებენ რომ გაუშვებენ იმათ ალბათ ვინც არიან თორე ჩვენზე არანაირი ბოლოდინი არა ვაღიარებ ვიყავი რუსთაველზე მაგას ვაღიარებ და ვაღიარებ რომ ყობახიძეა ყველაფერში დაფამაშა არაფერი აღარ დავჭა 10 წელი დავჭა თუ რა დავჭა ყველაფერი კარგად ყველა სუყელარი მომიკითხეთ გიყურებ ტელევიზორში სუყელარი. ამ პერიოდის განმავლობაში სახელმწიფო ბრალდებამ ვერც ერთი სინდისის პატიმრის წინააღმდეგ ვერ მოიპოვა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მათ ბრალეულობას, თუმცა ამის მიუხედავად საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა სინდისის პატიმრები, რომლებიც რამდენიმე კვირის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე ევროპული მომავლისთვის იბრძოდნენ, საპატიმრო დაწესებულებებში გაუჩვა. მოლოდინი იმისა, რომ დღეს შესაძლოა მიხეილ ყაველაშვილმა შეიწყალოს რომელიმე სინდისის პატიმარი, თავად ქართული ოცნების განცხადებების შემდგომ გაჩნდა. პირველი ვინც ამაზე ალაპარაკდა იყო თავად მიხეილ ყაველაშვილი, ამის შემდგომ კი საპატრიარქოს მაღალი იერარქიის სასულიერო პირები საუბრობდნენ იმაზე, რომ მნიშვნელოვანი იყო შერიგება და პოლიტიკური მდგომარეობის გაუმჯობესება ქვეყანაში. მათ შორის ამბობდნენ საპატრიარქოს წარმომადგენლები იმასაც, რომ მნიშვნელოვანი იყო სინდისის პატიმრების გათავისუფლება, მათ შორის მზია ამაღლობელის. ხადია ყველამ ვიცით, რომ მიხეილ ყაველაშვილი არც გადაწყვეტილებას იღებს და საერთოდ მას არც არავინ არაფერს არ ეკითხება. აქ მოსული ადამიანები შევიკრიბეთ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენთვის ყოველი დღე და ყოველი დღესასწაული არის პატიმრებზე ფიქრი და ნათლისღების დღესასწაული ასევე, ეს დღესასწაული, რომელიც სინათლესთან, ნათელთან არის დაკავშირებული და როგორც ერთ-ერთმა პატიმარმა თქვა, მათემ თუ არ ვცდები, ხო მივდივარ წყდიათში სინათლის საძებნელად, ხო? ეს ჩვენი ნათელი ადამიანები, ჩვენი მზის სხივები და სინათლის სხივები არიან ამ დაწესებულებაში შეპყრობილი და მე პირადად მოვედი მათთან, მათ მშობლებთან მხარდასაჭერად. უნიშნელოვანი ის არის, რომ სოლიდარობა გამოუცხადოთ ახალგაზრდებმა და სტუდენტებმა პოლიტპატიმრის ოჯახის წევრებს დღეს, იმიტომ რომ მათ ზოგიერთ მათგანს აქვს მოლოდინი, რომ დღეს მათი შვილები, დები, ძმები განთავისუფლებიან. ამიტომ ჩემი მიზანიც ის არის, რომ დღეს მათ გვერდით ვიყო ამ მნიშვნელოვან მომენტში და ნებისმიერ შემთხვევაში რა მოლოდინიც არ უნდა იყოს, გავამხნევო ისინი და მათ გვერდით ვიდგე. გლდანის მერვე პენიტენციური დაწესებულება არის სწორედ ის სასჯელ ახსრულების
ცენტრი, სადაც არიან მოთავსებულები სინდისის პატიმრები 50-მდე პატიმარი არის სწორედ ამ დაწესებულებაში და შესაბამისად სწორედ აქ იკრიბებიან ადამიანები, რომლებიც ეოდებიან მიხეილ ყაველაშვილის გადაწყვეტილებას იმ შემთხვევაში თუ მიხეილ ყაველაშვილი შეიწყალებს სინდისის პატიმრებს სწორედ ამ შენობიდან დატოვებენ ისინი რამდენიმე თვიანი უკანონო პატიმრობის შემდგომ სასჯელ ახსულების დაწესებულებას ბუნებრივია აქ მოქალაქეების რაოდენობა იმატებს და წუთი წუთზე ყოველ წუთას უпростоრედ ეოდებიან თუ როგორი იქნება ქართული ოცნების პოლიტიკური ვერდიქტი უკანონო პატიმრების მიმართ.